სახელმწიფო ელექტროსისტემა ბიზნესის დაკომპლექტებულ მრჩეველთა საბჭოს ქმნის, რა იცვლება ენერგოპოლიტიკაში, კითხებით რამდენიმე. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების მიერ შეცვლილი კანონები ფაქტიურად აუქმებს საქართველოში კონსტიტუციით აღიარებულ შეკრების თავისუფლებას. იპოთეკური სესხები გაძვირდა სექტემბერში გაცემული სესხების საპროცენტო განაკეთი ლარში 12.91%-ით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ული პუნქტით მეტია. მოქალაქეებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში რეკორდული 1.2 მილიარდი ლარის ძვირფასეულობა აქვს დალომბარდებული. გზავრობის დრო 90-დან 120 წუთამდე შემცირდება ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე, კაკას ხიდის ზეკარის 16 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. მოგესალმებით, ეს BMG-ია, რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედიას აგენტოს საქმიან ამბებს BMG-ის გუნდთან ერთად ნინო ტაბაკაძე წარმოგიდგენთ. საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგია გაძვირებულია გალთენთაგართის მონაცემებით, საბითუმო ელექტროენერგიის ფასი წლიურად 4.91%-ით გაიზარდა და 5.08 ამერიკულ ცენტს მიაღწია. საბალანსო ელექტროენერგიის ფორმირებაში ყველაზე მაღალი წილი კვლავ PPA-ის ადგილებს ეჭირათ. ფასის ზრდის მიუხედავად 9 თვეში ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაცია წლიურად 8.6%-ით იყო შემცირებული, მათ შორის ჰიდროგენერაცია წლიურად 8.5%-ით შემცირდა და 8.7 ტერავატ-საათში მიაღწია. კლება კი რეგულირებული სადგურების გენერაციის შემცირებით იყო გამოწვეული, რაც თავის მხრივ სარემონტო სამუშაოებს, ჰიდროლოგიურ პირობებს და ენგურის რეზერვუარში იანვარში არსებულ წყლის დაბალ დონეს უკავშირდებოდა. კლება იყო თბოგენერაციის კუთხითაც, თბოსადგურების გამომუშავება მნიშვნელოვნად წლიურად თითქმის 10%-ით შემცირდა, რაც გამოწვეული იყო ექსპორტის შემცირებით და იმპორტის გაზრდით. ძლევანდელი წელი არ იყო წარმატებული არც ექსპორტის კუთხით, უფრო კონკრეტულად 2025 წელს ექსპორტის სეზონი მაისში დაიწყო და ივლისში დასრულდა. 9 თვის განმავლობაში ექსპორტის მოცულობა შემცირდა 0.15 ტერავატამდე, არის წლიურად 51%-იანი შემცირება. საშუალო საექსპორტო ფასი კი კილოვატზე 4.6 ცენტით განისაზღვრა, აქ წლიურად 1.8%-იანი კლება გვაქვს. შედეგად ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებიც განახევრდა და 23.5 მილიონი დოლარი შეადგინა. სახელმწიფო ელექტროსისტემა ბიზნესთან ღია თანამშრომლობას აანონსებს. ენერგოსექტორში არსებული გამოწვევების საპასუხოდ სახელმწიფო კომპანია აცხადებს, რომ მზადაა გადამცემი ქსელის განვითარების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები კერძო სექტორთან პარტნიორობით დაგეგმოს და ამისთვის მრჩეველთა საბჭოს ქმნის, რომელიც ბიზნესის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. ელექტროსისტემის ახალი მენეჯმენტი ირწმუნება, რომ ქსელის განვითარების და ქსელზე მიერთების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება, მოხდება საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება და საპასუხოდ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება. ენერგოსექტორში კი გამოწვევები მრავლადაა. გასულ წლებში CFD აუქციონების და ინვესტორებთან პირდაპირ მოლაპარაკებების გახსნით არაერთ პროექტზე გაფორმდა მემორანდუმი, როგორც ირკვევა ეკონომიკის სამინისტროში დაახლოებით 17,000 მეგავატის პროექტებია წარდგენილი. სახელმწიფო ელექტროსისტემაში კი 9,000 მეგავატის დაერთებაზეა შეტანილი განაცხადები. რატომ უხსნის ბიზნეს კარს ელექტროსისტემა და რა მოცემულობით ხვდებით ენერგეტიკის სექტორში დაანონსებულ ახალ პოლიტიკას? ფრედას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში და მასთან ერთად გავაანალიზებთ იმ გზავნილებს, რაც გუშინ ბიზნესმა ელექტროსისტემის ორგანიზებულ შეხვედრაზე მოისმინა. გიორგი, მოგესალმები. მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. საინტერესო არის ახალი ღია კარის პოლიტიკა დაანონსდა ელექტროსისტემის მხრიდან. რას შეცვლის მრჩეველთა საბჭო, რომლის წევრიც თქვენც ხართ და რა ნაბიჯებს ელოდებით ელექტროსისტემის ახალი მენეჯმენტისგან? ხო, პირველ რიგში უნდა ხაზი გაესვას, რომ მართლა უპრეცედენტო შეთავაზება არის გამჭვირვალობის და ბიზნესის ჩართულობის საჯარო კომპანიის მართვაში, ესე ვთქვათ, და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია. მისასალმებელია ის, რომ ზოგადად პლატფორმა იქნება, სადაც შეიძლება ერთის მხრივ ბიზნესმა თავისი წუხილები გააზიაროს და მეორეს მხრივ, პრინციპში სახელმწიფო ელექტროსისტემამაც გუშინ საკმაოდ გამჭვირვალედ გააკეთა პრეზენტაცია თუ იმ პრობლემებზე, რომელიც მას გააჩნია, იქნება ეს დაწყებული აწლიანი გეგმის მიხედვით შესრულება
პროექტების, რაც უნდა შესრულებულიყო და რაზეც პრინციპში სწორებას აკეთებს ბიზნესი, უნდა აკეთებდეს, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ნეგატიური გამოცდილება გვაქვს და დაახლოებით და წარმოვიდგინოთ, ანუ დაპირებების 2, 3, 5% არის შესრულებული ამ წლების განმავლობაში. მხოლოდ 5%-მდე შესრულებული. ხო, ანუ შესაბამისად ძალიან რთულია გათვლების გაკეთება ხო ბიზნესისთვის იმაზე, რომ თქვა არ ვიცი ეს ქსელი შესაბამისად ამ თუ იმ რეგიონში ამ პერიოდში განვითარდება თუ არა და ამაზე სწორების გაკეთება და ახალი სადგურების მშენებლობაზე მუშაობა. აქედან გამომდინარე, ეს მისასალმებელი რომ 15 კაციანი მრჩეველთა საბჭო შეიქმნა, პრინციპში ჩვენი მოლოდინი გვაქვს, რომ ასე თქვა საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა იქნება, ეს არ იქნება ფურცელზე დაწერილი რაღაცა საბჭო და აქამდეც პრინციპში ამ ახალ მენეჯმენტთან უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ უკვე საკმაოდ ერთ-ერთ პროექტზე აქტიურად მუშაობთ და თანამდებობით ეს გამჭირვალობის მიდგომა არის ყველა მიმართულებით რა. მათ შორის მაგალითად ერთ-ერთი საინტერესო პროექტის იდეა არსებობს, რომელსაც მე მხარს ვუჭერ, არის რომ რაღაც ინტერაქტიული რუკა შეიქმნას, სადაც გამჭირვალედ იქნება გასაგები თუ რა სიმძლავრეების დაერთება არის შესაძლებელი ამა თუ იმ ქვესადგურში და აღარ იქნება ეს რაღაცა გარკვეული შეთქმულების თეორიების და რაღაცა კორუფციის წყარო, რომ თქვა არ ვიცი ჩვენ შეგვიძლია გამოგიყოთ ესეთვის მეგავატი და ასე შემდეგ. ამ ეს ყველაფერი გამჭირვალედ ინტერაქციულად რომ შეიქმნას და ვფიქრობ რომ ეს თანამდებობით კარგი იქნება და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ბიზნესისთვის განვითარებისთვის. თქვენ ახლა ახსენეთ კორუფციის წყაროში შესაძლებელი ყოფილიყო წინა წლებში სადაშენდებოდა ქსელი, ანუ შესაძლებელი იყო რომ მაგალითად ვიღაცის ინტერესებს მორგებოდა და არა ვთქვათ ბაზრის ხო, ნუ იქიდან გამომდინარე რომ ეს გამჭირვალე არ იყო, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობდა, რომ ვიღაცისთვის არ ვიცი პრიორიტეტი ყოფილიყო, ამა თუ იმ ნებართვის მიღება, ვიღაცისთვის ნაკლებად პრიორიტეტი და ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს როდესაც იქნება გამჭირვალე და ყოველთვის ხელმისაწვდომი, ეს ასევე გააქრობს იცით რა, აი ამ სპეკულატიურ ბაზარს. ახლა 17000 მეგავატი ახსენეთ და 17000 მეგავატი ხო გამორიცხულია, რომ ჩვენ ქსელმა უბრალოდ ეს დაერთება შეძლოს და გუშინაც სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელი ვანო ზარდიაშვილი აცხადებდა მაგას, რომ დაახლოებით 8 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია დაჭირდება ჩვენ ქსელს იმისათვის, რომ 17000 მიაერთოს, მაგრამ მეორე მართლა ხარ არ შეგვჭირდება. ჩვენ ახლა მე თვითონ ამჯერა რომ ამას ვიზახი, მაგრამ სულ იმის პრობლემა ქონდა, რომ მოხმარება უფრო ჩქარა იზრდება და ნუ გენერაცია შესაბამისად ვერ ეწევა და აგერ მაგალითიც რაღაც სტატისტიკა კალთენტაგერტის ფასიც უკვე მაღლა მიდის, იმიტომ რომ ეს გეფი იზრდება ხო მიწოდებასა და მოხმარებას შორის, მაგრამ მეორე მხრივ 4500 მეგავატი გვაქვს სულ ახლა დაახლოებით გენერაცია. ანუ მართლა რომ 17000 მეგავატი აშენდეს, რა უნდა ვიყოთ ამ ელექტროენერგიას, ხო? ანუ ჩვენ საკმარისი ისიც არა გვაქვს მეზობლებთან ჯერჯერობით გადამცემი ქსელის კავშირის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე სწორი იქნება რომ აი ამის ესე გამჭირვალე დაგეგმა მოხდეს, იმიტომ რომ შესაბამისად ეხა აი ამ 17000-დან ალბათ რაღაც 80% არის ზუსტად იმ სპეკულანტების ხელში, რომლებიც ცდილობენ რომ ვიღაცა ჩინოვნიკის მიერ ხელმოწერილ საბუთზე, ესე ვთქვათ, შეძლოს მერე გადაყიდოს, რომ იმიტომ რომ ამას გარკვეული ფასი შეესწინოს და როცა ამას ფასი დაეკარგება, იმიტომ რომ გამჭირვალე იქნება ყველაფერი, შესაბამისად ეს სპეკულატიური ბაზარის საფუძველიც გაქრება და გიორგი, აი თქვენ ახსენეთ 17000 მეგავატი, მეც გუშინ ღია წყაროებიდან მოვისმინე, სხვათა შორის მუდმივად საფრთხე აკითხოს რა მოცემულობის მემორანდუმები შევიდა, რამდენზე გაფორმდა ხელშეკრულება, მაგრამ ბოლო-ბოლო გავიგეთ რომ 17000 მეგავატზე არის საუბარი, თანაც წინა კვირას ვიცოდით რომ გარკვეული პროექტები უკვე გაუქმდა, რომელიც ფურცელზე იყო და არ იყო მემორანდუმები გაფორმებული. როგორ ფიქრობთ, აი რამ განაპირობა ესეთი აჟიოტაჟური განვითარება, ვის ინტერესში იყო თუნდაც წინა პერიოდებში, როცა CFD გამოცხადდა, მეორე CFD გამოცხადდა და მერე უცებ პირდაპირ მოლაპარაკებები დაიწყო, იმიტომ რომ თითქოს მანამდე ბაზარი იყო გაჩერებული, ანუ აღარ ხდებოდა ხელშემწყობი მექანიზმი, მერე ერთიანად შეთავაზება მოხდა და ეხლა ამ პროექტების გაცხილვად საინტერესოა როგორ უნდა მოხდეს. ხო, ეგ ნამდვილად საინტერესოა, როგორ უნდა მოხდეს. თუ ჩვენ არაერთხელ მაშინვე საუბრობდით ამაზე, რომ საჭიროა რაღაცა წინასწარი კვალიფიკაციის კრიტერიუმები ჩაიდოს. არ შეიძლება, რომ ენერგეტიკა ძალიან კომპლექსური სფეროა და არ შეიძლება, რომ ესე ყველა, ასე ვთქვათ, არ ვიცი მე, სფეროს წარმომადგენელს ბიზნესმენს შეეძლოს, რომ ვთქვათ, განაცხადი გააკეთოს, რომ მე შემიძლია ავაშენო, არ ვიცი, ჰიდროელექტროსადგური იქნება ეს თუ
მზის და ქარის სადგური. აქედან გამომდინარე ეს კვალიფიკაცია ეს მოთხოვნები რო არ არსებობდა, რომ რაღაც არ ვიცი მე ვიღაც გამოსტილ კომპანიებს მიიღოთ ხოლმე თამაში მონაწილეობა, გაიხსნა თვითონ ბაზარი და ისე მან მივდივართ ასე წეგან საუბრობდით, რომ ასე ვთქვათ უამრავი კიდევ ერთხელ არ შემეშინდება ამ სიტყვის სპეკულანტმა გადაწყვიტა რომ მარტივად შესაძლებლობა არის რაღაცა თანხის გაკეთების და ვიღაცის ხელმოწერის მერე შესაბამისად ფურცლის გადაყიდვა რაღაცა გარკვეულ X თანხად და ძირითადი ნაწილი ამ 17000-ში სამწუხაროდ ესეთია სწორედ. თუმცა ძალიან რთული იქნება ეხა ახალი მენეჯმენტისთვის და სამინისტროსთვის სწორი ესე ვთქვათ კრიტერიუმების დაწესება და ფილტრების დაყენება თუ ვისი უნდა გაიცხრიოს და ვისი არ უნდა გაიცხრიოს. ვის უნდა მიენიჭოს უპირატესობა? ხო, ვის უნდა მიენიჭოს უპირატესობა. კიდევ ერთხელ გამოვერდები რა, გამორიცხულია. უბრალოდ გამორიცხულია რომ 17000 მეგავატის დაერთება ჩვენ მაქსიმალს შეძლებს. 17000 კი არა, მაგის ნახევარსაც ვერ შეძლებს და მაგის მე-4-საც ვერ შეძლებს. გერ რამდენად არის ხოთ ეს პროექტები რაც არის წარდგენილი, სიცოცხლის უნარიანი. თქვათ ყველას დაერთება შესაძლებელი იყოს, ანუ ვისთვის გჭირდება ამდენი ელექტროენერგია? თუ არის გათვლილი, ან როდესაც ცხადდებოდა, ან მიღება როდესაც ცხადდებოდა, თუ იყო გათვლილი, რა მოცულობის ელექტროენერგია გჭირდება მაგალითად 5 წელიწადში, 7 წელიწადში, 10 წელიწადში აცლიან გეგმებზე როცა ვსაუბრობ, ან რისი გადადინების შესაძლებლობა გვაქვს, ხო? იმიტომ რომ თურქეთთანაც, რომელიც ყველაზე მიზდველი ბაზარი იყო და დღეს იქაც ფასი დაცემულია, არ აქვს შესაძლებლობა, რომ გავატაროთ ასე ვთქვათ დიდი მოცულობით, ხო, ელექტროენერგია. გარდა იმისა, რომ შეზღუდვა გვაქვს თურქეთთან თვითონ გადამცემი ხაზის სიმძლავრიდან გამომდინარე, თვითონ თურქეთმაც რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა იმისათვის, რომ აი ზუსტად აი ამ აღმოსავლეთ თურქეთში გენერაციის ობიექტები აეშენებინან და უამრავი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები ააშენა, მზის სადგურები ააშენა და აქედან გამომდინარე მოთხოვნა მას დაიკლოს, სულ რა თქვა გადამცემი ხაზის სიმძლავრე ჩვენ გაგვაჩნდეს. აქედან გამომდინარე სწორედ მაგას ვიძახი რა, ანუ ჩვენ ახლა დაახლოებით წლის წილში რომ შევხედოთ 15-20% გვაქვს იმპორტირებული. ხო თქვა თბოსადგურიც რომ იმპორტირებული ენერგია ჩავთვალოთ და სწორედ ჩავთვალოთ, ну ჯამში ავალთ ალბათ რაღაც 30%-ზე, ხო? ჩვენი მოხმარების. მაგრამ ეს ახლა ციფრებში რო გადავიყვანოთ, არის დაახლოებით უხეშად 1500 მეგავატი შეიძლება, ხო? ანუ კიდევ დამატებით დაგჭირდეს, რომ ჩვენ თქვა სრულად ვიკმარი ქვეყანა ვიყოთ, რაც უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას დავამატოთ სულ თქვა 700 მეგავატი თურქეთის რომ გადადინება, რომ ასე თქვა შესაძლებელი იყოს და მოთხოვნა ამაზე იყოს. ამას დავამატოთ 1500 მეგავატი შავი ზღვის კაბელი, თქვა, რომელიც ჯერ არ აშენებულა და ღმერთმა ხნას აშენდეს, მაგრამ თქვა ჩავთვალოთ, რომ არის ხოთვალის გაკეთა, მაინც ავდივართ 6-7000 მეგავატზე, ანუ 17000 მეგავატი გამო 6-7000 ვიძახი არსებული 4500-იანად, ანუ დამატებით 2-3000 მეგავატზე რა. ხო და ნუ შესაბამისად აი დაახლოებით ეს არის, რომ აი დაახლოებით 3000 მეგავატი არის ის ციფრი, რომელსაც ჩვენი Excel-ით შეძლებს ინტეგრირებას და შესაბამისად მოთხოვნაც ამისი იქნება, მაგრამ ეგ არის და ეგ. აი თქვენ ახსენეთ, როდესაც ჩვენ საუბარი დავიწყეთ, რომ იმ დაპირებების, რომელიც აცლიან გეგმებში წერებოდა ხოლმე და მე რატომღაც ეს copy paste-ით გადადიოდა ხოლმე ერთი გეგმიდან მეორეში, მხოლოდ 5%-მდე არის შესრულებული ჯერჯერობით. რა უშლიდა, ან რა უშლის, რა მოისმინეთ, როგორი განმარტებები მოისმინეთ ხელს ამ პროექტების განხორციელებას და ამ კუთხით აი რაც ცვლილებებს ელოდებით, რამდენად თქვა გვაქვს იმისი რესურსი, რომ ეს თანხები, ინვესტიციები იყოს მიმართული თუნდაც ამ გადამცემი ქსელების განვითარებაში. რისი რესურსი? ხო, ეხლა ფინანსურადაც საკმაოდ კრიზისული მდგომარეობაა, რაც ჩვენ გულში მოვისმინეთ თვითონ სახელმწიფო ელექტროსისტემაში. ანუ ეს გადავადებები ხო იმასაც ნიშნავს, რომ შესაბამისად შემოსავალი ვერ მიიღო სახელმწიფო ელექტროსისტემამ. ანუ სესხები აღებული აქვს, გრეის პერიოდი თითქმის საშეღავათო პერიოდი თითქმის ყველა სესხზე გასულია. ანუ უკვე ძირის გადახდის ვალდებულებებია თითქმის ყველა პროექტში დაწყებული და ჩართული, მაგრამ თვითონ პროექტები არ არის განხორციელებული. ნუ პრობლემა რა ვიცი, პრობლემა თვითონ მენეჯმენტია, სავარაუდოდ და თავმოუგმელობა, ნუ არ ვიცი, შეიძლება მილიონი მიზეზის დასახელება, მაგრამ რეალურად ბევრად მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, ეხლა ვიდრე თვითონ ქსელის გადამცემი ქსელის პროექტები განვითარდა, ხო? აქედან გამომდინარე, ეხლა ალბათ რესტრუქტურიზაცია დაჭირდება ერთის მხრივ თვითონ ამ სესხებს სახელმწიფო ელექტროსისტემის და მეორეს მხრივ სწორედ არის ჩამოსაყალიბებელი პრიორიტეტები, თუ სად არის ვთქვათ მაღალი მოთხოვნა მართლა რეალურად და იმის მიხედვით ჯერ იქ იმ პროექტების დაწყება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამეორდები, შემოსავალსაც ვერ იღებს
ელექტროსისტემა საკმარის და შესაბამისად შეიძლება კი უკვე აქვს სერიოზული ფინანსური პრობლემები. დიახ, და თქვენ როგორც მრჩეველთა საბჭოს იქნებით თქვათ მიმართულების მიმცემი ელექტროსისტემას ეთქვით რომ მაგალითად აი აქ უფრო პრიორიტეტულია გადამცემი ქსელის აშენება ვიდრე მაგალითად ბ-წერტილში? დიახ, ხო, სწორედ ალბათ ერთ-ერთი მიზანი ეგ არის ზუსტად ამ მრჩეველთა საბჭოს შექმნის, რომ სწორი სიგნალები მისცეს ბიზნესმა, თუ სად არის მოთხოვნა მაღალი, შესაბამისად რაღაცა გარკვეულ გარანტიებზე შევთანხმდეთ, როგორ შეიძლება რომ თქვათ ჩვენ ბიზნესის მხრიდანაც გარანტიები დაიდოს, იმიტომ რომ ხშირად ყოფილა ხო პროექტები, ხა ესეც უნდა ვაღიაროთ ჩვენი მხრიდან, რომ რაღაც პროექტების დაწყებაზე განცხადებები გაკეთებულა, მაგრამ მე არ განხორციელებულა, ხო? და ისე რომ სინქრონში მიმდინარეობდეს თანხების და რესურსების ზოგადად ხარჯვა, როგორც კერძო სექტორიდან, ისე სახელმწიფო სექტორიდან და ერთობლივად მოვახერხოთ, რომ ჩვენი ენერგოსისტემა გავაჯანსაღოთ დროულად. კიდევ ერთი თემა, რაზეც მინდა გკითხოთ, ეს არის დიდი ჰესების პროექტები. თუ იყო გვიშენ მაგალითად საუბარი იმაზე, ამ პროექტების ველოდოთ თუ არა ამ პროექტებს და სიცოცხლის უნარიანი არის თუ არა, იმიტომ რომ რამდენჯერმე მოვისმინეთ ხოლმე დაპირებები აი სახელმწიფო შეიძლება ჩაერთოს, კერძო სექტორთან პარტნიორობით მოხდეს, იგივე ხუდონის, ნესკრას პროექტები, რა განწყობები იყო გვიშენ? ხო, გუშინ მაგას საუბარი არ ყოფილა, თუმცა ზუსტად იგივე გვესმის ჩვენც რაც თქვენ რომ სახელმწიფო პრინციპში მომართულია იმაზე, რომ თვითონაც გარკვეული, ასე ვთქვათ, თანამონაწილეობა განახორციელოს ამ პროექტების განხორციელებაში, როგორც ვიცი, ელაპარაკება სხვადასხვა მსხვილ ინვესტორებს, მათ შორის დასავლელ ინვესტორებსაც და, რა ვიცი, იმედი გვაქვს ძალიან, რომ ეს მალე მოგვარდება ეს პრობლემა და სულ ცოტა ეს სამი პროექტი მაინც რაც არის ხუდონი, ნამახვანი და ნესკრა განხორციელდება, რაც გარდა იმისა, რომ ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობას ძალიან ესე ვთქვათ ხელშეუწყობს კიდე ესეთი რბილი ნათქვამია ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება გარდა ამისა სწორედ აი ამ რეზერვუარების საშუალებით თვითონ ქსელის სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული და მე ბევრად მეტი ვთქვათ მზის და ქარის სადგურის ან ცვალებადი ენერგიის ინტეგრაცია იქნება შესაძლებელი ქსელში. გეგმით სწორად მივიდა თქვენი მოწვევა ჩვენ საუბრობდით ჩემ გუნდთან ერთად დატა ცენტრებთან დაკავშირებით რომელიც საკმაოდ აქტიურად ვითარდება მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის ფაქტობრივად ესეთი ახალი ბუმი შექმნა ამ დატა ცენტრების საჭიროების და მე ვიცი რომ თქვენს გქონდათ პროექტი რომელიც მოიაზრებს საქართველოში მსგავსი საკმაოდ მასშტაბური დატა ცენტრის მშენებლობას ამ კუთხითაც მაინტერესებს და ეს არის ბმა ფაქტობრივად ელექტროენერგიის უწყვეტობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ დატა ცენტრების ფუნქციონირებასაც. ამ კუთხით რა ხდება, რამდენად უყურებთ კიდევ ამ პროექტს და რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით? ხო, კი ბატონო, ძალიან სწორი კომენტარია. პრინციპში დატა ცენტრები იქნება, ესე ვთქვათ, ირიბი ჩვენი ელექტროენერგიის წვანე და განახლებადი, მას მინდა ხაზი გაუსვა ელექტროენერგიის ექსპორტის საშუალება. ანუ ჩვენ არა თვითონ ელექტროენერგიის, რაზეც ახლა საუბრობდით, ხო, რაღაც შეზღუდულია, ხო, ეს ინძლავრები რაღაც სხვადასხვა მიმართულებით, არამედ მონაცემების დამუშავების და მე ამ მონაცემების ექსპორტით იქნება შესაძლებელი, რომ ზუსტად აი ეს 17000 კიდევ ერთხელ მითიურია, მაგრამ რაღაცა გარკვეული X რაოდენობით მეტი ესე ვთქვათ ელექტროენერგია ავითვისოთ და ამ ფორმით მოვახდინოთ ექსპორტი. ხო, ამ პროექტზე ჩვენ მუშაობთ აქტიურად, ეხლა ჩვენ ებრაელი პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ასევე გავაკეთეთ cloud-ის ახალი კომპანია, Parco Cloud-ი, რომელთან ერთად ეს შემდეგ კვირას ვაპირებთ რომ რაღაცა პატარა კონფერენცია გავაკეთოთ, სადაც ასევე გეპატიჟებით თქვენს, სადაც საუბარი გვექნება იმაზე, რომ ნელ-ნელა მოთხოვნა, ესე ვთქვათ, სხვადასხვა სექტორში გაჩნდება იმისი, რომ მონაცემების შენახვა მოხდეს უკვე ჩვენ ქვეყანაში. და ეს ახლა უკვე ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეს მოთხოვნა არსებობს, იმისათვის რომ მონაცემები არ გავიდეს ქვეყნის გარეთ და ჩვენ ქვეყანაშიც რა თქმა უნდა ეს ესე ვთქვათ საჭიროება ძალიან მალე დადგება, რაც იმას ნიშნავს, რომ დატა ცენტრების მოთხოვნა უბრალოდ სავალდებულო იქნება, რომ მონაცემები ჩვენ ქვეყანაში ჩვენ თვითონვე შევინახოთ. გარდა მაგისა, ჩვენ ესე ვთქვათ ძალიან გეოგრაფიულად ამ მიმართულებითაც ძალიან ხელსაყრელი მდებარეობა გვაქვს ჩინეთსა და ევროპას შორის, აი ზუსტად ეს მსხვილი ტრაფიკი, ესე ვთქვათ, მონაცემების და ჩვენ შეგვიძლია კარგი პოზიციონირება გავაკეთოთ. გვაქვს მწვანე და განახლებადი ენერგია, რაც ასე ვთქვათ, ჰაიპერსკელებისთვის აუცილებელი არის, რომ დატა ცენტრების მოხმარებაში იყოს. შესაბამისად, გვაქვს ბევრი მდინარეები, რომელიც ამაზე გაგრძელებაზე, ესე ვთქვათ, შეიძლება კარგად იმუშაოს და ეს ყველაფერი, ესე ვთქვათ, ჯამურად კომპლექტში ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის და სახარბიელო პირობებს ქმნის და სწორედ ამით
ამიტომ დავიწყეთ ჩვენი 1 წლის წინ ამაზე მუშაობა და აი ხა როგორც თქვით, ჯერ უფრო სერვისის შეთავაზებაზე გადავედით და პირველი ფაქტიურად საერთაშორისო კლაუდის კომპანია დავაფუძნეთ ჩვენებრივ პარტნიორებთან ერთად და აი ხა ვდგავთ პირველ ნაბიჯებს ზუსტად ამ მიმართულებით. რა პერიოდში მოიაზრებთ, რომ ეს თქვით რეალურად განხორციელდეს? თვითონ data center რაც შეეხება, ეხა ჯერჯერობით ესეთ საკმაოდ მსხვილ ინვესტიციებზე არის საუბარი 100 მილიონი და ზემოთ. შესაბამისად ჩვენ რაღაცა გარკვეულ ინვესტორებს ამ მიმართულებით ვესაუბრებით, თუმცა ხა არასტაბილური სიტუაციიდან გამომდინარე, მათ შორის პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რთული არის ასე ვთქვათ, დარწმუნება ინვესტორების რომ ესეთ მსხვილი თანხების ინვესტიციის განხორციელებაზე, მაგრამ ფიქრობთ, რომ რაღაც ერთი წელიწად-ნახევარი დაჭირდება საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღებაზე და მერე დაახლოებით 2 წლიანი ვადა არის სამშენებლო პერიოდი. ძალიან დიდი მადლობა. უნდა ვიმედოვნოთ, რომ მიუხედავად ამ პოლიტიკური ვითარებისა, რომელიც ყოველს გვაწუხებს, გარკვეულ წინსვლას შევძლებთ ეკონომიკის მიმართულებით. გრედეს სამთავრობო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. საქმის კურსი ამით დასრულებულია. 17 საათსა და 40 წუთზე ბრუნდებით ეთერში.